ესე იგი უყურე. ჩვენ ორი ნიშანი გვაქვს. ერთი თავარი გზაო და მეორე არის დაუთმე გზა. ხო? დაუთმე გზაო. მაგალითად, აი აქ შენია მთავარი გზა, აქედან მოდის აი ეს ტიპი, რომელსაც დაუთმე გზა აქვს. შენ დარწმუნებული ხარ, იმიტომ რომ გამოცდილება არა გაქვს და კანონიც არიცი რომ ძღოლი ვალდებულია თავიდან აიცილოს მოახლოებული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევაო. თუ შენ ატყობ რომ იქ რაღაც შეიძლება მოხდესო, კანონი გეუბნება შენ მიიღე ყველა ზომა რომ ეს ავარია არ მოხდესო. უყურე რა შეასაქმეა, ეხლა გადმოვიტანოთ გზაზე. აი ფინტი გოინივით რომ მოდიხარ და მთავარი გზაა ჩემიაო, კაი დიმპიტაური, დამპიტაური, ჯუზიკები, რამე, სასტავი, გუდაური, რამე, აქეთიკი და აი ეს ტიპი მოდის აქედან. ეს ტიპი მოდის. აი ავიღოთ კამაზი. აჰა. აი კამაზი. კამაზი ტიპი მოდის და შენ რომ მოდიხარ, გიორგი ბატონო, ხედავ რომ ეს ტიპი არ გიჩერებს. თავარი გზა გაქვს, იცი რომ გარანტიული მძღოლი ხარ, იცი რომ იმას დაუთმე აქ. ამ კანონის მიხედვით. შენ მოდიხარ ესეც მოდის, თო? გაიგე? შენ გინდა რომ გახვიდე, იმიტომ რომ ჯიგიტივით თავარ გზაზე ხარ. მოხევესავით თუ სვანივით. არა ჩემია გზაო. არა ჩემია გზაში ეს ამ დროს აი აქ არ გითმობს და ან თვრალია, ან ცოტა ვერ არის, ან ვაფშე ვერ არის. გაიგე და ეს ან იმას არ უსწავლია ისე როგორც შენ ისწავლე. აი აქ მოხდა შეჯახება. ჩამოდიხარ, ხდება მთელი აქეთ იქით გამიშვი გამატარე. მოდის აი ეს პატივცემული ავტოინსპექტორი თუ პოლიციელი, რომელიც შედარებით ის არის და გეუბნება. შენო გეუბნება გიორგი ბატონო, იმ თავარი ქონდა, მაგრამ რო ხედავდიო რომ ეს ტიპი არ აჩერებდაო. ხედავდიო? შენოვნები კი ხედავდი კაცო აგე იქიდან. ესე იგი თუ ხედავდი მაშინ რატო არ მიიღე ზომები? რომ დაგემუხრუჭებინა და აი გაგეჩერებინა და გაგეშვა ეს სულელი ვიღაცა. არა ლოგიკა ხო ეგრეა. თუ შენ ხედავდი ეს ხო არ არის ღამის 3 საათი. თუმცა ღამის 3 საათიც უნდა ხედავდე. აი რა შეასახე. აშინ გეუბნება, იქ კანონში გიწერიაო რომ თუ მძღოლი ხედავს რომ რაღაც სიტუაცია ვალდებულია თავიდან აიცილოს მოახლოებული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევაო. ამიტომ ეს შენი მთავარი გზა 100%-ში შეიძლება იყოს შენთვის დამღუპველი. იმიტომ რომ ჯორჯეზი ხარ და არათმობ, გაჩერდი და გაატარე ეს გიჟი, გული მადაარტყა, რაღაცა ვერ არის მოტორზე, ბანკის ვალები აქვს, 1000 რაღაცაზე ფიქრობს, ნუ სულელია. არაადეკვატურია, რაღაცა ხდება. ან ტორმუზმა არ დაუჭირა. ეს წავა, ეს კამაზიც მძღოლი და რაღაც ციხეში წავიდეს და რაღაც შენი პარლამენტის წევრის მანქანა აკეთოს, პირსატიში დაუჯდეს. მისცემს აქ იქ ერთი ძესიტის სამხარაულში მიდი იქა სხვაგან ექსპერტების ყაჩაღების მეტი რა არის ექსპერტი. და მოგიტანს ცნობას სასამართლოში, რომ ამას აი ამ სატვირთო მანქანას ამ კონკრეტულ სიტუაციაში მუხრუჭი რომ დააჭირა შლაგებმა გაუცხა. სამუხრუჭი დარბაზში შლაგს რო ეძახე, ხო იცი? რეზინია. და ამიტომ რო ვერ დაუჭირა მუხრუჭმა, იმიტომაც ვერ მუხრუჭა და დაგეჯახა შენ. ამ შემთხვევაში, ამ გაუგებარ ქვეყანაში, ამ გაუგებარ გამოძიება სასამართლოში, ისე ხოშენად გაგამტყუნებენ შენა. წადი მე ის თავარი გზა ვერ გიშვენის. ამიტომ თავარ გზაზე კი ხარ, მაგრამ 100%-ში იცოდე რომ მაინც ის ვიღაცა მოდის, ადექი დაამოხრუჭე გაატარე. კარგად თქვი? დიახ. ჰა? დიახ. მოგასაგებია. ძალიან პრაქტიკულ, ძალიან ცხოვრებისეულს გეუბნები, იმიტომ რომ აქ ბევრი იმტრევს ამ თავარ გზაზე ცხვირპირს. აი ჩემი გზა იყო და ჩემი გასაგებია რომ შენი გზა იყო, მაგრამ 1%
გაიხსენე კანონი? და აირიდო ავარია თავიდან. აი ბავშვი მიყავს რაღაც მომაკვდავია და მიდის რა, ახლა კარგი რა. ხო ხედავ არა, ამიტომ შენც უნდა მოეხმარო ამ ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან აცილებას. ეგრეა ცხოვრებაში და იქ რა წერია, სხვა არის და ცხოვრებაში ხდება ესე.